გითხრათ, რომ ძალიან დიდი ეპოქა დასრულდა საქართველოში და ამ ეპოქას ერქვა ილია მეორის ეპოქა. პირველი შეხვედრა მოხდა რეზო თაბუკაშვილის წყალობით. სიონის ტაძარში წავედით და მოკლედ იქ მოხდა ჩვენი გაცნობა, რეზომ გამაცნო და იმის მერე პრაქტიკულად არ მოვცილებ როწმინდესი. საერთოდ როდესაც მიჭირდა ძალიან ყოველთვის მასთან მივდიოდი, ოღონდ არ ვეუბნებოდი რატო ყოველთვის ვეუბნებოდი რომ შეიძლება რომ მოვიდე თქვენთან. აი ესეც მისი ნაჩქარია. ეს არასოდეს არ ვიშორებ და უცნაურია სხვათა შორის ეს სრულიად მოულოდნელად დაკარგული მქონდა და ვერსად ვერ მივაგენი და ძალიან განვიცდიდი აი ეს ჯვარი და ეს წმინდა ნინო და იმ დილას როდესაც გამოაცხადეს რომ უწმინდესი არ არის კარგად და გადაყვანილია საავადმყოფოში იმ დილას ვიპოვე 7 თუ 8 წლის მერე შემთხვევით მასთან ესე ადვილი არ იყო ურთიერთობა, ყოველთვის რო გონია ძალიან ესე კარგად მიგიღებდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ის ასე ადვილად არ პატიობდა ხალხს. სისუსტეს არა, სისუსტეს სწორად პატიობდა, მაგრამ ღალატს და სულ მეუბნებოდა, რომ გიღალატა, მეგობარი იყო, დაანებე თავი. გაუშვი თითქოს არასოდეს არ ყოფილა შენს გვერდზე და დაივიწყე აპატიე შიგნიდან აპატია აუცილებლად ოღონდ მეორეჯერ აღარ გაიკარო იმიტომ რომ არ არსებობს ასეთი ცნება რაღაც მეოთხე ხო მეთქი ალბათ არ არსებობს ასეთი ცნება რომ შემომეღალატა ვიღაცა ესე ხა ესე ხო არ არსებობს მე ერთხელ ძველი საპატრიარქო იყო ჯერ კიდე სიონის იმაში იყო მისი რეზიდენცია პატარა ოთახში ვიჯექით და მასთან ვიყავი და ვლაპარაკობდით და კიდე კარგი რომ გისოსები იყო ფანჯერაზე და გამოიარა უკაცრავად სიმართლისთვის დაახლოებით ერთი 150 კაციანმა ჯგუფმა ქალბატონების არა იმის ქალების და დაუშინეს ქვები მე გვერდზე ვეჯექი და კიდე კაი რიკულები იყო თორე რა თქმა უნდა ჩაიმსხვრევდა. ლანძღვაგინებით რაღაც საშინელება მოხდებოდა და არ განცრეულა. მეც ესე გავშეშდი. წავიდნენ ჩაიარეს, დაცვამაც გაყარა. ესეც გაივლის მითხრა. ესეც გაივლის. არაუშავს. ისინი ჩვენი შვილები არიან და ადრე თუ გვიან მოვლენ გონზეო რასაკეთებენო. მან ძალიან ბევრი ტკივილი გადაიტანა, ძალიან ბევრი. ყველაზე დიდი რაც გააკეთა უწმინდესმა ჩვენთვის და ფასდაუდებელია ეს არის ის რომ გავადრო ღმერთმა დიდხანს მაცოცხლოს და ჩემი ბოლო სავანე იქნება ბოდბეში. ეს მისგან მივიღე ლოცვა კურთხევა, როცა დედა თეოდორამ და მე უთხარით რომ შეიძლება რომ აი რომ წავალ იქეთკენ ბოდბეში ვიყო ხო შეგიძლიათ დაიმსახურე მითხრა. ვერ წარმომედგინა საქართველოს მის გარეშე და ეხლა ძალიან გაგვიჭირდება რა თქმა უნდა ის იყო ძალიან დიდი ადამიანი დიდბუნებოვანი და ჩვენ კიდე არ ვიცით რა ეპოქა დამთავრდა და დასრულდა საქართველოში